ეს ამაზონის ჯუნგლებია, მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის მასივი. ეს ფოთია. ფოთი, საპორტო ქალაქი რიონის და შავი ზღვის შესართავთან. იგივე ფუთი. სანამ ამ ადგილს დაგათვალიერებინებთ, ცოტათი დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ ვიდეოში ნახავთ. ვარდა კაცი. ასა რომი გაკითი არ მაგარც ერთი. პადი შედან. პადი კაროთი ხმელეთი იყო ესე იგი რა. ჩვენი სპონსორია ლიდერ სპორტი. არხი უნდა გამოიწეროთ და აქ მაგარი ღონისძიება ხდება ძალიან. ტიპები დგანან თხილამურებზე, წყალზე დგანან. ეს ხილული სასწაულია. ასე რაღაცებს აკეთებენ. ზოგადად ფოთშიც გავივლით, გამოვივლით, მეგრული ამაზონია და აქაც შევეცდებით, რომ ანაკონდა ვნახოთ და ღონისძიების პარალელურად მიმდინარეობს ლიდერ სპორტის სხვადასხვა აქტივობები. მაგალითად დაბალი კარტის პრინციპია, პირველ შვიდს თუ გამოიცნობ, შეგეძლია რომ აიღო ბრენდირებული ლიდერ სპორტის ჰუდი, 10 გამოიცნობ დომინო, თუ 15-ს GBL-ის კურსასვერი. დაბალი. ახლა 10 და 60. ოპა, მაღალი. დაბალი. დაბალი. შეხვდამადაღუშო. ძალიან კაი თამაშია, დამაზამას კაკარო შეკიდე მინდა, მაგრამ არა მაქვს უფლება. მიდი, დავაი. მომე კამერა. კიდე მაღალი. დაბალი. მაღალი. ძალიან მაგარია. დაბალი. ჩემი კაცი. დაბალი. მაგრამ ჯიგარი ხარ. მე რა ყველა უნდა გავხსნა? 10-მდე უნდა გახვიდა უეჭველი. მაღალი. კიდე მაღალი. კიდე მაღალი. კაია. დაბალი. იღბალა ვარ ზოგადად და ვნახოთ აბა. აი, დაბალი იყოს. მაღალი. დაბალი. ბიჭო. მაღალი. მაღალი, კაროჩე რა. სასმენი როგორი? მადლობა. საღოლწმო. აი მოვიგეთ. მადლობა ლიდერ სპორტს რომ მოგვაგებინა. კარტების შემდეგ ნარდის ტურნირში ვსადებედი. გველი ხო არ არის სადაც? წაგიყვანთ გველთან თუ თოსო და კაკო და ვინ ამყავდა? ხო? ხო და ეხლა ჩვენ ვითამაშებთ ნარდს. მე მოვიგებ. მე მაგრამ ვთამაშებ. მე მგონი ყველა გამარჯვებული ვინა? ფანუზია. დორჩა გამარე. ერთი წველი და დავამთავრე. ხუთი გყავს, всё. წაგი. მოდი დუშაში თუ გავაგორე მოვიდე. 3. ნათამაშებია. ჩაროზი რა შნავს? ის გარეშე ვერ. აბა დავაგე. აგერაში. ჩერცინა. კაია, წვილები გამე. ვერაფერს ვერ გაბატანს. კილოცა სენსაცია დაფიქსირდა. შენ მოიგე ნარდი თვითონ. ხო ეს? თუ ესია? არა, ახალი. იქ არის. შეფუთვით? კარგი, წავიდით. თქვენ გადმოგეცემათ მუხის ნარდი. მადლობა. ეს შეგიძლია გადააკეთო და ამაში კონიაკ ჩასხა და დააძველო. პარკეტი გავჩითო. კილოცას დაბადებისკენ თქვენ საჭიროა ეს მუხის ძალიან დიდი მადლობა ლიდერ სპორტს მოვიგე ლიდერ სპორტი და ღმერთმა ყველას მოეგოს ლიდერ სპორტი. თვითონ ღონისძიებაზე რას გვეტყვით? თვითონ ღონისძიებაზე ძალიან კარგია სრიალებენ, ამერიკლები არიან ჩამოსული, კანადლები არიან, ფრანგები არიან. ამაზე რა სიტყვი მეც ეს ერთ-ერთია ეს დადის ძეს ფსავს კიდე და თვითონ ძეს არ არის თვითონ ძე მივირთვით აბა როგორ ახლა აქედან ხო მივდივართ მეგრულ ამაზონში კი ნამდვილად გველებს სავლა უხდა დევიჭიროთ უნდა მევიხვიოთ კისერზე კანზე YouTuber-ს მიჩეულები არიან არის ისა მიჩეულები არის ცნობენ უყურებენ გამომწერებით არიან მე სადმე ჭამოთ არ არის პრობლემა კაი ფოთელი მონაწილე არის თქვენი სახელი და გენადი გურალია სასიამოვნოა ადი რამდენი წლის ბრძანდებით და ამდენი ხანი ამ სპორტით ხართ დაკავებული 53 წლის ბრძანდები ვა 84-ში დავიწყეთ ესე იგი 51 წელი ჯერ კი
კიდე კომუნისტების დროს გაქვთ დაწყებული? 86-ში ვარ დაბადებული, მე კაცმა 84-ში დაიწყო ეს სპორტი. თოთში იყო რამე ესწავლა? იყო კაპარჩინაზის ტბას არ იყო ჯერ ისე განვითარებული. ჩვეულებრივი მატორიანი ნავი, ხის თხილამურები, არანაირი პირობები დავიწყეთ და მე ნახეს რომ საინტერესო რაღაცა დახმარებებიც წამოვიდა პორტის ხრივ და მე ეს ტბას აშენდა, კატერებიც შეისყიდნენ. მე ხوار დავიწყო. რატომაც არა? გავიკითხავ დავდგები მე შემდეგ ჩამოსვლაზე. ძალიან კაი. წარმატებებს გისურვებ. მადლობა დიდი. რამდენი წლის ბრძანდებით, საიდან ხართ? I'm 17 since a few days ago and I'm from Austria. გილოცავ happy birthday ეგვიცი. რამდენი წლიდან მონაწილეობთ? I started skiing in 2021, not as many years. და უკვე კაი მიღწევებია. კი ბატონო, ფოთი როგორ მოეწონა? I really like it. I skied yesterday my first set and I was impressed on how good the conditions are. I like the water, I like the boat and it's really beautiful here, so I like it. კოღომ თუ უკბინა? Yes, a lot of them. ეს არის ადგილობრივი კოღოა, ძალიან კარგი და ჯანმრთელობისთვის არის კარგი. Food. I love the food. ხომი, ელარჯი. Oh, I haven't tried it. აი ელარჯი შეგილია იმ კატერს მოაბა თოკის მაგივრად და გამოება გაიწელება. თოკის მაგივრად წარმატებები. აბა მადლობა. კი, ის გრუზი 25%. რა ვიცა. Да, очень понравилось встретить родственников. Первый раз. Мне 26 лет и никогда не встречал родственников. Было Люди какие, хорошие. очень тепло встретили, Тоже очень именно. вкусно. Да. Вкусно? Ელარჯი? Ну, хачапури. ელარჯი куша. Нет, не кушал еще. ელარჯი кушай сегодня. Ну, если, дай бог, выиграю, если выиграю. ხომი знаешь? Хоми нет. კუპატი, ელარჯი, ხომი, კუჭმაჭი, ხარჩო, Харчо знаю. Хенкали, хемали, ყემალი, хемали. ყემა, ნიგარი. წარმატებები. Диди Good luck. Мадлоба. Диди Good luck. რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის ცხოვრებაში, ჭამასმა არ მივყვება. კუჭმაჭი, კუპატი, ხომიც მოვიდა. ყველი უნდა სულგუნი. აქეთ ეს არის კუჭმაჭი, ბაჟე, ჯერ გავსინჯოთ ღომი როგორია. ბაჟე ძალიან კაია. სულგუნიც გადასარევი. ეხლა გავსინჯოთ კუჭმაჭი. ვაა, კუჭმაჭია, ძალიან გემრიელია. ეხლა კუპატის დროა, კუპატი ძალიან მაგარი იქნება ეჭვმა. აუ მეგრულ კერძებში გაუწევდი რეკომენდაციას ამ რესტორანს. არ გაგვიფრთხილებია, ვივართ ვიღებთ ამე, პირდაპირ გაუკვეთეთ. მოდი ნახოთ კიდევ სუპ ხარჩო. ესეც ღომთან მიდის საკაიფოდ და შემიძლია აი აქ ეს პორცი ვნახოთ ახლა რა სიზამს. ეს მაგრად უხდება. ყველაფერი არის იდეალური, პორციც კაი აქვს, ეს კაი. ივენთის ლოკაციიდან ღამის სარდაფის ერთ-ერთი წევრი ლუკა გავიწოვეთ მწვანე კუნძულზე, საიდანაც გავეშვით ძალიან მაგარ მოგზაურობაში. რაღაცას დამეჭირა ღილაკს და ეს არის წყალში აშენებული კორპუსები, ხო? ფოთში ყველაფერი წყალში აშენებული. ანუ ეს არის ვენეცია. მე ჯერადამ წამს და იმედი მაქვს რომ ეს იქნება ტრასა ჩვეულებრივი. ანუ შეიძლება რომ წყლის ტრანსპორტი განვითარდეს. აი შევიდნენ მე იქ სახლს, ხალხზე გასასვლელით და აუცილებლად ყოლება კატერი ხო ერთ ხაზს დავაყენებ, კაროჩი. აქედან ხო იცი რომ გადასასვლელი ამაზონისკენ. კი. გაჩერება? ახლა ძალიან დაბალია წყალი. აქ ფეხითაც გაივლი რო რამე. და ძრავის ზევით ამოდის? ეს კაცი თევზაო სანკიფალზე, უფრო კიფალზე. გამარჯობათ. ეს უკვე ზღვა არის იქით? არა, ეს არის პალიასტომი, ეს უკვე ზღვაო. კაიფი ხარ რა რობერტო, შენ ვიდეოს დაბოლილზე უყურე. სახელი ხო დაგარქვი მე შენ, რობერობე. რობერობე? რობერო დაგიძახო ხო არ გაგიტყდება მეთქი და არაო, შენ მითხარი და მაგის მე. გველები რას ამბობენ? მოვიდნენ იუთუბერი ბიჭები ვარ. როგორია ხალხს რო საზღვარგარეთ და იქ მიდიან ამაზონ. აქ დადიან. იმ ზანგს კიდე გავჩითავ ახლა თუ გინდა ველი რო ახსოვს. აკაურია მაგი ჩვენია გან? წყალი
როგორია? გამოხვალ? არის სცენარეებია. წყალცენარეებიც არის, მაგრამ არის ადგილები ისეთი, კაროჩე, ვერ ჩაიძირები. ახე რას მით? მაქსიმალური სიღრმე არის 4.5 მეტრი ისიც ადგილებში. წავავლებ ხელს ამას. ხო, ჩემ ჟილესა შენ მოგცემ თუ რამე. რამე დავდგები ფეხს. აგარია, კატერზე ვარ პირველი. როგორი გძნობა? ჟიმს ხომ არ გძნობ? გუშინ უყურე ვიდეოს ესე კატერი რო ესე ტრიალდება. ბედი. იმედია რამე არ მიწერია. ბედია. ახლა ეგერ მიცურავს რაღაც. გიგი იქნება. დიდი? გაგვას. მეგობრებო, ხუდი გამძვრა. ხარა უნდა იაროს, ხარია ხმარი და ნახოთ კატერის რეაქტი. რა მიირთვება მეგობრებო რეაქციულ სიჩქარეებზე? ბატონ ლევანმა ცოტათი წოუკურდღლა. ცოტა ეთყობა ჟიმი იგრძნო. ხარო ზის, მე ვერ. შენ ვერ ზიხარ. იჯეკი სადაც ზიხარ, ჩვენისმა მიხედავს არტიანზე მის საქმეს ყველანაირად. რაღაცა მე საქმე, მე მგონი შალიკაშვილი ზის რუხთან. უბებით იზომება ხო მოტორის მოცულობა თუ რა 30-ზე მაღალი არ შეიძლება. ჩვენ ვიყავით 60-იანი და გავარდა შენ ნავზე და 60-იანი დათო და იგრო დაგვიპარეს მოდი ვაკო და მოიყვანეთ მსხოლიც. ვაუ რა შესახვევია. საღო, მაგარია სიმონ. რან მაგარი ადგილი არის მეგობრებო. შემცი ამაზონს. და იმ გველებს აქ უფრო უსაფრთხოა. აქ და ის მოსულა ნადირობა. აქ ნადირობაზე იყო კაკრა სასამართლოები რო ქონდათ. კი აქ ვინადირია თოფით შემოვედი. ეს არის ეროვნული ნაკრძალი. იუნესკოს დაცული ტერიტორიების სიაში. ჟიმს ხომ არ გძნობთ? იყო სამიწაზე. დათვი არის აქ? არა. დათვი არ არის. აბა რა? შველი. შველი არის ხო? კი აბა. ჯოგებია. რაღაც ცოტა გოგირდის გემოწაკლავს. აცამულო ტელა და პოსა მაყურებელო ჩემი ბლოგი გადაგრძელებას მეუახლოვდა რომელშიც ლაშა სამწუხაროდ ჩვენთან ერთად ვერ წამოვიდა. აგერვა მეგობრებო ფიჩოში ახანი კეიცით ჩვენი ისტორია რა შეგვემთხვა და მოვიდეს ახა დამაჯარი მისმა. მოდი ბიჭო ახა დამაჯარი მისმა. იგერმა თოფები მიწვი. შევდესტარეთ წამოვედი. მოვიდეს და ახა დამაჯარი მოსიცხას უნდა. აგერვა კატერით გაჩერებული ბებებე 3 ბებებე აქვს სერია და მოვიდეს და ვინმე დამაჯარი მოს და ტყეში ვსეირნობ მეგობრებო და უნდა განახოთ რა კაცი შემხდა. ვაფშე შემთხვევით. თევზები რას ფიქრობენ? გველები? გველები. აღარ გვინდა. აღარ გვინდა. აი მაშინ გავთიშა ვიდეოს. შემეშვით. მაშინ გავთიშა ვიდეოს. აქ რა გველები? აქ არის ანკარა, წყლის და კავკასიური გველგესლა და გიურზა. გიურზა არის? თუ ჩამოიყვან. რა ვქნათ იცი გიურზას ვაკბენინოთ და ის დავლიოთ მე და თუ გადავრჩი. ვის არ შეიძლება აქ არ შეიძლება გინება? ხო, ბუნებაში ვინ შეიგინება. ცხოველი მე რა მაგალითა ის? მან ფრინველი. ცხოველმა ამოიტანა? შეიძლება ნუტრია. ნუტრია? ასეთი რაღაცები ყრია. თითო ხაზი არის დაახლოებით 1000 წელი. ეგ რაც არის. აი ნახეთ ხაზებს ხო ხედავ? მაგდენი ხანი იცხოვრა და რაღაც ცხოველმა ჭამა მე ბოლოს. ეს არის განათლებული მოლუსკი, ყურე ციგნის ფორმა აქვს. კითხულობდნენ, ხო? კი. ვეფხისტყაოსანი ამაზეა დაწერილი. მეგრელი თუ გეტყვის ამას რომ ვეფხისტყაოსანი დაიწერა მოლუსკებზე აქ ფიჩორში და პოტში. ჩვენ ბაყაყები ხო არ იმა შემოვიხიოთ ბაზარი არა დავწნათ ბაყაყები ფეხით გადავაქვს. სხვათა შორის ბავშვობაში გავბერავდი ჩელენჯი. ოპერაციებსაც კი ვუკეთებდი და მე ჭამდი ბაყაყის ფეხით. სახლიდან მეძახდნენ მოდიო ლუკაო საჭმელი ჭამეო და მეთქი არა ნაჭამიო მეთქი რა ჭამეო ბაყაყი ჭამე მეთქი. ქუგმოლახეს ჟიდოში. ასეთი პონტი დაიგაიჩინა. აქ ნახეთ ჩვენ მოლუსკები, რომელიც ბევრი 1000 წლის არის და ზოგადად ეს ადგილი არის თავისი კლიმატური პირობებით ძალიან 40000 წლის წინ იყო ასეთი კლიმატი და ეხა აღარ არის, ხო? ახლა ამ ტერიტორიაზე მარტო. და კიდე რამოდენიმეზე, ამიტომაა ეს ნაკრძალი. გავარდა რაღაცა, აქ შეიძლება რომ დავიცვათ თავი. შეიძლება. სხვაგან თუ ისროლეს. რუსეთში? ხო. კარგი. და ეხა რუსეთზე გამახსენდა და აქ არის ნაგავი. ფეხებში. მეც ვიპოვი ბევრი ძებნა არ დამჭირდება. ეს რა არის ტრანსფორმატორია. არ ვიცი რა. ხო და ეს კარგი კაცი ვინც წამოგიყვანა მოდ თუ შეიძლება. ცხენი რომ მოვიდეს. ნაკრძალებში და ბუნებაში ხვდება რომ აი ნაგავია რაღაცა ესეც კაი 1000 წლის არის, ხო? მოგიწოდებთ მეგობრებო, კი რაღაცა ახლა ბანალურად გამოგდის, მაგრამ ფაქტი სახეზეა და ბუნება ზიანდება. რა და აუცილებლად უნდა გვეთქვა ეს ვიდეოში. ამის დაგდება, მოდი ყველა შევთანხმდეთ ყველა ერთად რომ არის
სუბუქბა რა, ერთი სიტყვით. აქეთ ხომ მოიტანა პატარა პარკში მოიტანა და წაიღე, უფრო სუბუქია. ხო, უფრო პატარა ადგილსაც იკავებს. წყალი ხომ მოაკდა. დაკუჭავდა ჩადებს. დაიშლება და როცა დაიშლება მაშინაც ზიანს მაგას აყენებს, ჩვენ იმიტომ ვერ რომ მოვესწრები. ის ეგრე ფიქრობს. მე მაგას ვერ მოვესწრებიო. წყლის სიღრმეშიც რო დაიშალოს, ქვევით მოედება ნადებად ფსკერს რა და ფსკერს აღარ ექნება ის ფუნქცია რაც აქვს და წყალს ხო თევზი ჩვენ გაწყდება. მაი ჩვენამდე მოდის, ის თევზი წყდება. კი ბატონო. ის თევზი ჭამს. ძალიან დიდი ხანი უნდა რომ მე დაიშალოს და რომ თევზს ჩვენ დაიშალოს, ჭამს. მერე კიდე მაინც მავნებელია და და პლასმას ჭამს. რას გვაჭმევენ ეს თეთა. შემდეგი უკაცრა მარცხენა მხარე შეგვიძლია გადავინაცვლოთ. გველი ხო იქნება? რა თქმა უნდა. შო, გველების გველთან მივიდიო. ფორმა ხო გვაქვს თუ არა და ჩავიცვევი გველის ფორმა. გველი ვიყავი მე. ამ კომპანიაში გველი მე ვიყავი. მეორე ბოთლი სავარაუდოდ ესეც ფანტა. ფანტა უყვარს ვიღაცას. ეს ცხენები ის არის ველური. ველურია, კი, ნახევრად ველურია. პატრონი ყავს, მაგრამ ველურია. ხა ესენი რამეს ხო არ გვეტყვიან. აქ უნდა ვთქვა ცხენები რას ამბობენ. ცხენები რას ამბობენ, გადაი არა. მე რო დამინახეს გარბია. ესე როგორ გაიხსნენ, იცი? ის გოგოები რო გამირბიან ხოლმე დრიფტზე. ესენ პრომოგოები ხო არ არიან ამ პრომოგოების რისხვა. ველური მსხალი. და გემოვნე ველური მსხალი ლევან. გავუკეთე მუგბანგი ჩემ გადაცემაში. გარეული მსხლის მუგბანგის. როგორია გემოვნური თვისებები? იშლება პირში. დამახჩო. ოხ, რამხელა გველი შეძურა. ხო? ზუსტად, კაი კიდე იქნება იქით კაცო. ბევრია, ხო? აუა, ნაკონდა 10 თავი ქონდა. მაგის შევწვათ. ქათმის ხორცის გემო აქვს ოცა. ხო? არა, გამოდის ახლა. და გითხარი აქ. გველი ქათამია განოჩე? ველი ქათამია? გველი ქათამია. გელია აკლემ. აკლემია მგელი? გელია. ეგრულ ამაზონში ვიმყოფებით, აი შესანიშნავ გიდთან ერთად. მე რამდენი ხანია რაც გიდო? მე რაც თავი მახსოვს გიდო. 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 ეს ანაკონდები მეგრელები არიან თუ გურულები? გაგურულებული მეგრელები არიან. თუ ხრმად ჩავალთ ისტორიაში და წყალში წყლის სიღრმე მოგეხსენებათ ისტორიის ფსკერია და შეუძლებელია რომ აქ ისტორიის ფურცლები არ გადავშალოთ. ისტორიას ვეხებით ჩვენ როცა აქ ვართ. და უნდა ითქვას აუცილებლად რომ გურია ადრე სამეგრელოს ტერიტორია იყო. იმ ხელაზე იშლებოდა ეს სამეგრელოს სამთავრო. მეგრული ვინც იცის, გური ხომ გულია. ესე იგი გურია არის გული. გურია გურრე. გურია. გენაცვალეთ გურულებო, ქართველებო გენაცვალეთ. გურს მიორთ გურია. ვარე პრობლემა. ეს რომელი არხია? ეს პირველი არხია. და არის კიდევ. რა გველია? გველია? არის? სად არის? არა. ჩაყვინთა. დაუყვინა მეგობრებო გველმა. ლევანი მართალი ყოფილა მეგობრებო, ლევანის ეშხს და სიკაშკაშეს ვერ უძლებენ ერთ-ერთი კატეგორიის წარმომადგენლები და მათ შორის შედიან აი თვითონ გეუბნება სიტყვა წარმავალი. წარმავალი, ლევანის მიმართ ქვე წარმავალია. წარმავალი. ის ადამიანობა დარჩება, მაგრამ ქვე წარმავალი. აქ ადამიანები არ არიან. ხო ტომები, უცხო ტომები. ერთადერთი მოსახლეა შეიძლება ტომად ჩაითვალოს ალბათ, არ ვიცი, მაგრამ ერთადერთი მოსახლეა ბატონი ოლეგი, რომელსაც მინიმუმ 25-30 კილომეტრი რადიუსში მეზობელი არ ყავს. ჩვენ მქონდა გადაცემა ვიყავით კიდევ მოვართ ბატონ ოლეგთან. ხო და აქ ვდებ პირობას რომ შემდეგ მისვლაზე ბატონ ოლეგთან საჭირო ტექნიკას რომ ოლეგს გაუჩნდეს ელექტროენერგია. ის ადამიანი დენის მოსაპოვებლად გადმოდის ხმელეთზე. მე შეიძლება ეს ერთადერთი მიზეზი ხმელეთზე გადმოსვლისა მისი გავაუნებელყო, მაგრამ მე ეს ხო და აღარ გასმოვიცი. თუც უკეთებ შეიძლება, მაგრამ ეს პირობა დავდემე და თუ უნდა შეუძლია არ ჩახტაუყურე სად შევდივართ მეგობრებო. ის გველი არის აქ. აუ რა მაგარი არხია. ნიანგი. ეს არის პილვერი. ნიანგი. აუ რა სილამაზეა. ვახ, ნახე რა кайფია. სიჩუ. თქვენს გაჩუ. ყველაფრის ხმას. ეხლა არის რისი დრო? აბა მოტრიალდი აქეთ. ეხლა არის სიჩუმის. არის ზუსტად ის. ყველანი ვჩუმდებით. ყველანი გავჩუმდეთ და უყურეთ გამოვიწერეთ. და ვდებით. ხამისი ჩუმე გაფანტე. სო, გაფანტა. უყურე სად გაგვასწრეს? გაგისვა, მე მგონი დაზღვეულია. სად გაგვასწრეს ა ბატონო ლევანი? უყურე მეგობრებო, სად უნდა გავძვრეთ? თავი. გვიწევს. აი, გადა. თავი. აუ ყებში არ გამედოს. აი, ახლა მე თავში არ გამედო და რა გაკამნაირი. რა სილამაზეა ღმერთო და აი და ხალხო. ესეთი არხები გვაქვს დაახლოებით 30. ესეთი ხეებია ჩამოწოლილი. და აქ კაროჩე ხმელეთი იყო, ესე იგი რა. ეს რა მაგარი რამეა. კამერა კი არა, კატერი გადაბრუნდა და ლუკა წყალში გადავარდა. მეც კი დაღამ მივყევი. ამიტომ ნახეთ ეს ვიდეო, უყურეთ ბოლომდე.
შვილი ვიყო. Გვივარდა კაცი. ნელა, ეხა მაინც. დედა მოე ყველაფერს, ხო? არ ირთვება? არ ჩაირთვება, ხო? მაგ კამერას დედა აქვს. ხმასაც ყველაფერს. ბიჭო, ბარემ ანაკონდა მოგუდე რა. ესე იყო ხო? სექსუალურად ამოდი რა თავიდან. ხალხი გველებს ახშობს და არაფერი არ მოსდიდა. ოში მოგდი? კანოჩე, ზვირად დაგვიჭდა გასეირნება, ხო? აპარატურის პოზიტორი. უთხარი რომ ის ჩაგვირიცხო. ხაგვირიცხი დგასო რა. ჩემზე მეტი პრობლემა ვის გაქვს? სა რომ მიგა თითი არ მაგარც ერთი გა. ჩვენი გადაცემა დასრულებას მიუახლოვდა, ხო? თქვენი გადაცემა ვიდეო, ბევრი თავგადასავალი იყო ფოთში, ძალიან მაგარი ქალაქია ისედაც. თავის კამერიანად, ოღონ თავისი არ იყო, ჩემი იყო. ჩემ კამერიანად გადავარდა. თავისი ცალკე ხმიანად, მეორე ხმიანად. გადავარდა კატერიდან. მარტო მე კი არა, კატერია მოყიდა. კიდე კაი გადმოხტი. თავარია, ლუკა გადარჩა ერთადერთი პატარაზე ხელი. ეს არაფერი არ არის, პატარა გაჭრილია. შვიდობიანად დამთავრდა ყველაფერი. და ჩვენ აქ გემშვიდობებით, ფოთი ძალიან მაგარი იყო, მაგარი თავგადასავლები იყო და მე მაგრად ვისიამოვნე და კიდე ჩამოვა. ერთი შეგიძლია რომ თქვა ფოთი кайფი იყო? ფოთი кайფი იყო. всё, გადავიდა. აბა დავემშვიდობოთ დრონს. აბა, კარგად კიდე ჩამოვალთ ფოთში. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.